მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით ხარ დილით ან დილით ჯობია თუ საღამოს წყალკურთხევის ჩატარება, როდის უფრო შეიძლება ადამიანი დაესწროს. მე ვფიქრობ დილით 9 საათზე ჩავატაროთ. ისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ რომ მოგზანდეთ ხვალინდელი დღიდან იწყება მარიამობის მარხვა. დღესაც მარხვა ფაქტიურად 4 შაბათია და მაგიტო. ახლა რა მინდა რომ თქვა, ესე იგი ხდება ხოლმე ასეთი რამ, ახლა ზაფხულის პერიოდია და ადამიანს უწევს გასვლა, ზოგი მთაში მიდის, ზოგი ზღვაზე მიდის და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ ხოლმე რომ თუ შეიძლება რომ ამა თუ იმ ადგილზე გავუშვათ ის მარხვა შევამსუბუქოთ, თუ ის ლოცვითი კანონი შევამსუბუქოთ, იქ წირვაზე არ წავიდეთ. თუ ადამიანი მორწმუნეა, მე ვერ წარმომიდგენია რომ წირვაზე წასვლა არ უნდადეს. აი დავუშვათ სადმე მოხდა დასასვენებლად წავიდე. დასასვენებლად შეიძლება წავიდეთ, აი სიცხეს გავერიდოთ, დავუშვათ, ხო, რაღაცა ჰაერი გამოიცვალოს ადამიანმა. მაგრამ ღმერთისგან თუ დაიღალა, ესე იგი ნიშნავს, რომ არასწორად მიდის მისი სულიერი ცხოვრება. და როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს, ვითარცა სურის წყაროთა მიმართ წყალთასა, ვითარც სურის ირემსა, როგორც უნდაო ირემსო, რომ წყაროს თვალი იპოვოსო, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო. ანუ როგორც იმას უნდაო დარწყურდეს, ესე უნდაო ჩემს სულსა შენთან. და თუ ესე ადამიანი ის ახლა აღარ დაიწყებს იმ მიზეზების პოვნას, თუ რატომ არ უნდა წავიდეს წირვაზე, თუ რატომ არ უნდა იმარხულოს, თუ რატომ არ უნდა ჩაიცვას ისე როგორც აქ იცავს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ახლა შეხედეთ, აი თუ ადამიანს დავუშვათ შეყვარებული ყავს, ხო? და დავუშვათ დასასვენებლად წავიდა. შეიძლება ის შეყვარებულიც იქვე ახლო-ახლოს არის, მაგრამ ამას მიზეზი აქვს, რომ მე დასასვენებლად ვიყავი და მოდი ეს 1-2 კვირა არ შევხვდები, არ ვნახავ. სწორი იქნება? რისგან ისვენებს? და განა ის არ იფიქრებს, რომ ეთყობა არ უყვარვარ თუ ასეთ შესაძლებლობა აქვს და არ აკეთებს. სადღაც იყო, ესე იგი არ მახსოვს დაცანაშვილს აქვს თუ არ მახსოვს, ახლა არ მოვტყუდი. 29 თებერვალს რა უნდა შეხვედროდნენ ბიჭი და გოგო და იმ წელს 29 თებერვალი არ იყო და არ მოვიდაო და იქნებ იმიტომ რომ 29 თებერვალი იყო და არა 28 თებერვალსაც ვიყავიო და პირველშიც ვიყავიო და არც 28-ში არ მოვიდა და არც პირველშიო და ესე იგი არ უნდოდა მისვლა ხო მართალი. თან მეორე კიდევ რა არის, ნახეთ, აი დავუშვათ ჩვენ სადმე მოხდით, ზოგჯერ არის ხოლმე რომ სუფრაზე მოხდება ადამიანი, სადღაც დაბადების დღეა, სადღაც ბანკეტია თუ სადღაც რაღაცა ქორწილია. რა გვინდა ჩვენ რომ იქ გავიხსნილოთ და როგორც არა მარხველი მიირთმევს, ისე ჩვენც. ამას შეიძლება მოყვეს ის, რომ ვიღაც ვინც თulis რომ ჩვენ მორწმუნე ვართ, სულაც დაბრკოლდეს მაგით. და თქვას რომ თუ ეს მორწმუნეა და ასე იქცევა, მაშინ ესე იგი თურმე შესაძლებელი ყოფილა და მე არაფერს არ ვაშავებ. მაგრამ თუ მორწმუნე თავშეკავებული იქნებოდა, მაშინ უფრო მაგალითს მიიღებდნენ სხვებიც. ან მაგალითად არის ხოლმე ასე რომ, როდესაც ეს ერთი და იგივე საკითხია, სხვადასხვა მხარე არის ხოლმე რომ დავუშვათ მარხვის პერიოდში ვიღაც გარდაიცვლება იქ ქელეხის სუფრა გასაკეთებელი თუ 40-ია თუ წლისთავია თუ სხვა. იქ ადამიანი ფიქრობს რომ 100 ამოვნოს იმათ, ვინც მივა მასთან.
მაგრამ მეორე მხარეა, რომ თუ მორწმუნე ამას აკეთებს და მაინც სახსნელოდ გააკეთებს ამ სუფრას. ჯვარი წერია ყველას, მაგრამ თუ მის მეზობელ არაეკლესიურ ადამიანს ვინმე გარდაეცვლება, მაგალითს ვისგან აიღებს იმ მორწმუნისგან და იტყვის, რომ თურმე შესაძლებელია. და მე ჩვენს გაგვრევს ამ საქმეში, იმიტომ ვაკეთებ, რომ აი მორწმუნეები არიან ეს ოჯახი და მაგათ ესე გააკეთეს, მარხვაშიც ასე გააკეთეს. ჩვენ თითქოს სხვისი სიამოვნების გამო ვაკეთებთ, რომ პატივი ვცეთ. საბოლოო ჯამში მასაც წოდაში ვაგდებთ და ცუდ მაგალითს ვაძლევთ არა მარტო მას, არამედ სხვებსაც, ვინც გაიგებს მაგ ამბავს. ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ დავრჩეთ იმ წესის და იმ ტრადიციის ერთგული, რაც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. და მე ვინ ასე გაიგებს, ვინ ისე გაიგებს, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ჯობია, რომ ისე ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე არის სწორი. იგივე შეიძლება ითქვას დავუშვათ აი ჩაცმულობასთან დაკავშირებით. არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანმა ჩაიცოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტიროზე მიდის. ეს ყველგან უნდა ესე ხდებოდეს. გინდაც დასასვენებლად ვიყოთ და გინდაც დასაღლელად ვიყოთ საშრომად. ყველგან უნდა ეტყობოდეს ქრისტიანს თავისი მოგრძალებულობა. თავისი პატივისცემა კაცს, თავისა როგორც კაცის და მანდილოსას როგორც მანდილოსნისა. ახლა ბავშვებს ვერ უნდა ეხო, განა კი არ მცივა ამდენი რომ მაქცია. მაგრამ სასულიერო პირის წესი ასეთია, ასე უნდა შეიმოსოს, ხო მართალია. ახლა თქვენთვის ხო არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ აი რაღაცა დაიკარგებოდა ის რაღაცა მოგრძალება, მე რომ ახლა მოკლებ კლავიანი, იმითი მოვიდა, ხო რა იქნება? ხო, ამიტომაც აი და ჩვენც როგორც მანდილოსანი დავუშვათ, ჩვენც კარგავთ სხვების თვალში აი ამ პატივისცემას, როდესაც ისე გამოვიყურებით, როგორც არ შეგვშვენს. კაციც კარგავს იმ პატივისცემას სხვების თვალში, უბრალოდ ჩვენ ამას შეიძლება არ ვაკვირდებით. მაგრამ სხვა არის, როდესაც ჩვენ მოწესრიგებულად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. აი ზაფხული ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სხვაგვარად მოვიქცეთ. ქრისტიანები ვართ ზაფხულში, ზამთარშიც და ყოველთვის. ყოველთვის ესე უნდა იყოს ადამიანი, სადაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქცევით არავინ არ დავაფრკოვოთ. თან მორწმუნე ადამიანს უფრო მეტად გამადიდებელი შუშით უყურებენ, უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას. უფრო მეტად შეიძლება აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. იმის გამო კი არა, რომ მოგბაძო. იმის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ სკეპტიკურად შემოგხედო და ამით საკუთარი ცოდვის გამართლება იპოვონ რაღაცაში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ აი ამ ესე იგი დაბრკოლების მიზეზი არ უნდა გავხდეთ. აი ნახეთ უფალი ასეთ რამეს ამბობს, რომ ვინცო ჩემსკენ მომავალი ერთი ადამიანი დააბრკოლოსო, ჯობდაო მისთვისო, რომ წისქვილის ქვა მოება კისერზე და ზღვაში ჩაეგდო თავი, ვიდრე ერთი ჩემსკენ მომავალი დაებრკოლებინო. ამიტომ აი ჩვენ უნდა ფრთხილად ვიყოთ, ესე იგი. მეც როგორც სასულიერო პირი, თქვენც როგორც მრევლი ვიღაცა, როგორც ტაძრის მსახური, გალობელი იქნება, სტიქაროსანი იქნება, მესანთლე იქნება, დამლაგებელი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი. ერთ-ერთ წიგნს ვკითხულობდი და რაღაც მინდა რომ ამოგიკითხოთ. ეს არის ლავსა იკონი. თუ არა გაქვთ ეს წიგნი წაკითხული, გირჩევთ რომ წაიკითხოთ, ესე იგი. ეს არის წმინდა მამათა და დედათა ცხოვრებიდან გამოკრებული სხვადასხვა ეპიზოდები. ერთ-ერთი დიდი მეუდაბნე პალადი, რომელიც შემდგომ ეპისკოპოსი გახდა, მიდის სამოღვაწეო ადგილებზე და ეცნობა მათ ცხოვრებას, იგებს მათ წინაპართან მოღვაწეობის შესახებ და ამ ყველაფერს წერს წიგნად ერთ-ერთი მთავრის ლავსეს
თხოვნით. ეს ლავზე იყო ღვთისმოშიში, კეთილმორწმუნე ადამიანი, აი ფაქტიურად შეიძლება ითქვას იმპერიაში მეორე ადამიანი იყო. და ესეთი ღვთისმოყვარე ადამიანი იყო ეს ლავზე და მის საპატივცემლოდაც ამ წიგნს ლავსაიკონი დაერქვა. იქ შესავალში ასეთი რამ წერია, რომ აი ჩვენ როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანმა წიგნი უნდა იკითხოს, სულიერი საკითხავი უნდა იკითხოს. ასეთი რამ წერია. სწავლა მხოლოდ უფალ ღმერთს არ ესაჭიროება. რადგან იგი თვითმყოფადია და მის უწინარეს არავინ იყო. მის წინ არავინ არ იყო, ღმერთის წინ არავინ არ ყოფილა და რაში ჭირდება ღმერთს სწავლა? ან რა უნდა ისწავლოს? მან, რომლის უწინარესთაც არავინ და არაფერი არ ყოფილა. ხოლო ყველა სხვა კი სწავლას საჭიროებს, რადგან ქმნილნი არიან. ანგელოზთა პირველი დასის მოძღვარი თავად ყოვლადწმიდა სამება გახლავთ. თქვენ იცით, რომ არსებობს ანგელოზთა 9 დასი. აი ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე ღვთისმშობლის საგალობელში ღირსასი რომ ქვია. როგორ არის უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა. რატოა ქერუბიმები და სერაფიმები ნათქვა? იმიტომ რომ ესენი ყველაზე ახლოს დგომი ანგელოზები არიან ღმერთთან. და აი პირველი დასი, რომელიც ღმერთთან ყველაზე ახლოს არის, ის თავად ყოვლადწმიდა სამებისგან განისწავლება. მეორე დასი პირველისგან იღებს აი ამ სწავლას. მეორე დასი პირველისგან განისწავლება. ხედავთ, აი თვითონ ამ ანგელოზებსაც კი ჭირდებათ სწავლა. ის ღმერთისგან იღებს, მეორე პირველისგან, ხოლო მესამე მეორისგან და ასე შემდეგ, თანრიგის მიხედვით, უკანასკნელამდე. ცოდნაში სრულყოფილნი და კეთილისყოფილნი წვრთნიან, შემეცნებაში არასრულყოფილთ. ასე რომ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოძღვარს არ საჭიროებენ, თავს უვიცობით ისნეულებენ, რომელიც დედაა ამ პარტავნების. ანუ ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ საჭიროებს მოძღვარს, მოდი ამ შემთხვევაში წიგნზეც ვთქვათ, არ საჭიროებს წიგნს, რომ წაიკითხოს და ის წმინდა მამათან ნააზრევი, მათი გამოცდილებით გადმოცემული რაღაცა ცოდნა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ამას თუ უარყოფს, ესე იგი ესეთი ადამიანია უვიცობით ისნეულებს თავს, რომელი უვიცობას არის დედა ამ პარტავნების. და სხვაგან ესე იგი მოციქული პავლე ასეთ რამეს ამბობს. მეცნიერება განალაღებს და სიყვარული აღაშენებს. ახლა თითქოს ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რომ აქ წერია, რომ უვიცობა არის დედა აპარტავნებისა და იქ ამბობს, რომ მეცნიერება ანუ სწავლა აპარტავნებს ადამიანს. ახლა სინამდვილეში რაზე აქ ლაპარაკი? ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, განათლებაში გულისხმობ საღვთო ნათელს, კეთილზნეობრივ ცხოვრებას, ღმერთის შემეცნებას, ეს იგივე რაც საკუთარი თავის შემეცნებას. ადამიანი საკუთარ თავს თუ ვერ შეიმეცნებს, ის ღმერთსაც ვერ შეიმეცნებს. ასე ამბობენ წმინდა მამები, რომ შეიცანიო შენი თავიო და ღმერთის ზეცის ნაწილს იხილავო. ადამიანი საკუთარ თავს თუ შეიცნობს, ზეცის ნაწილს იხილავსო და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, აღმოაჩენს საკუთარ დაცემულობას, აღმოაჩენს ღმერთის სიდიადეს, აღმოაჩენს საჭიროებას, რომ ღმერთი ჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ გადარჩეს. და აი ეს ცოდნა ადამიანს სიმდაბლეს მიანიჭებს. ხოლო ამ ცოდნის გარეშე ყველა სხვა დანარჩენი გარეშე მოვლენების და ფაქტების თუ თარიღების თუ რაღაცების საგნების მეცნიერების ცოდნა ადამიანს აამპარტავნებს. იმ ცოდნის, იმ განათლების გარეშე, რასაც საღვთო განათლება ქვია, რომ ადამიანი საკუთარ თავს იცნობდეს. იმიტომაც ამბობდნენ პატრიარქი ხშირად ამბობდა ხოლმე, ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ შეიცან თავი შენი. პირველი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ისე რომ საკუთარი თავი უნდა შეიცნოს. ჩვენ ახლა სამწუხაროდ დიდი ან პატარიანად ჩართული ვართ იმ საქმეში, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა და ყველაფერი შევიმეცნოთ, ესე იგი. აი სულ რომ არ გაინტერესებს იმას ისე ჩაუკირკიდები და ისე ბოლომდე ამოწურავ,
რაც სინამდვილეში არაფრის მომცემი არ არის. ის გინდა გწოდნია და გინდა არ გწოდნია, სულ ერთია. და პირიქით ზოგი რამე ისეთია, რომ არ იცოდე ჯობია. მაგრამ საკუთარი თავის შემეცნება ადამიანს ამყოფებს რეალურ მდგომარეობაში, რაც სინამდვილეში არსებობს, რომ ესე იგი ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა უფლისად. აი ჩვენ შორის ახლა თუნდაც აი ამ დარბაზში ვინც ვართ, არც ერთი არ იქნება ისეთი, ვინც ამას გვერდს აუვლის. და არა მარტო აქ, არამედ არც ერთი დაბადებული, რომ აი ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. როდესაც წმინდა მამები საუბრობენ გარდაცვალებაზე, საუბრობენ არა იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნებით და მიწაში ჩავდებენ და მთელი ამბავი იქნება, მაგაზე კი არ საუბრობენ. ეს ისედაც ნათქვამია ღვთისგან, რომ მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევ. არამედ საუბრობენ იმ წამზე, როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წარდგეთ და მთელი ჩვენი ცხოვრების შესახებ ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ. აი მაგაზე საუბრობენ. იმიტომაც ამბობს წმინდა იოანე სინელი და ჩვენ ეს არაერთხელ გვითხოვს, რომ სიკვდილზე ფიქრმა შენთან ერთად დაიძინოს. და ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი რომ დაწובה და რომ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ეს ბოლო დაძინება. ამ წუთისოფერში ბოლოჯერ ხდება ეს, რომ ბოლო დღე იყო. რაზე უნდა იფიქროს კაცმა? ხვალინდელ გეგმებზე? თუ ბოლოა, ხვალინდელ გეგმებს რა აზრი აქვს საერთოდ? თუ ბოლოა, მაშინ უნდა იფიქროს, რომ რამე ხო არ დარჩა ისეთი გასაკეთებელი, რამე პასუხისგებლობა ხო არ ქონდა და ვერ აღასრულა. რამე ცოდვა ხომ არ ქონდა ისეთი, საიდანაც ვერ გათავისუფლდა, ვერ თქვა აღსარებაში. ჩემი მოძღვარი სულ ამბობს ხოლმე, რომ აღსარება ადამიანმა ისე უნდა თქვას, როგორც ბოლო აღსარებას რო იტყვა, არაფერი არ უნდა დაიტო. თუ რამე გაწუხებს, უნდა ბოლომდე ამოიღო და თქვა, რატო უნდა გადადო შემდეგისთვის. ის შემდეგი რეალურად რო თქვა, უბრალოდ ჩვენ მივეჩვიოთ, რომ ის შემდეგი კიდევ ერთ დადგა 100-ჯერ, 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ და კიდევ დადგა და უბრალოდ მივეჩვიოთ, რომ ეს კიდე ასე იქნება. მაგრამ განა ყველასთვის დადგა შემდგომი აღსარება და განა ჩვენს თვალწინ ადამიანები არ გარდაიცვლებიან. და ამიტომ ჩვენ ახლა ამ მოვლენებს ისე კი არ უნდა უყუროთ, როგორც ადამიანი ფილმს უყურებს და ის რომ ჩვენზე არანაირ ასახოს არ პოვებს და თითქოს ის სხვაა და ჩვენ სხვა ვართ. ასე უყურებთ ჩვენ, აი მეზობელი გარდაიცვალა, იქ ნათესავი გარდაიცვალა, იქ რაღაცა უბედურება მოხდა, იქ უცაბედად რაღაც შეემთხვა. თითქოს ეს სხვაგან არის, სხვა რეალობა, სხვა სამყარო და ჩვენ იმ სამყაროში არ ვართ და თითქოს ჩვენ ეს არ შეგვეხება. ესე არ უნდა უყურებდეს ადამიანი, არამედ რეალურად უნდა უყურებდეს. როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოელის სიკვდილსა. ანუ ყველა ადამიანი ცდება, ვინც ყოველწამიერად სიკვდილს არ მოელის. და ამიტომაც თუ ესე იფიქრებს ადამიანი, ის სხვაგვარი იქნება ადამიანებთან ურთიერთობაში. სხვაგვარი იქნება საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებით. სხვაგვარი იქნება, სხვაგვარად შეხედავს სიხარულს და იფიქრებს, რომ ეს დროებითია. სხვაგვარი იქნება მწუხარების მიმართაც და იქაც იფიქრებს, რომ ესეც დროებითია. ყველაფერი დროებითია ამ წუთისოფერში. და არც სიხარული არ მიიჯაჭვებს მის გულს ისე, რომ რეალობას მოწყდეს და ვერც მწუხარება და უსიამოვნო შემთხვევა ვერ გატეხს ადამიანს და ვერც ის მოწყვეტს რეალობას. არამედ ის იქნება იმ სამეუფო გზაზე მავალი, რომელიც ღვთისკენ მიდის და რომელსაც ეცოდინება, რომ ის მწუხარებას და ის სიხარული შემთხვევით არ ეგზავნება მას. ისიც ღვთისგან არის. ისიც იმისთვის არის, რომ ჩვენი სული სწორ მდგომარეობაში ამყოფოს და რეალურად აღიქოს ყველაფერი. ონდეს მაშინ, როდესაც ადამიანი იფიქრებს ამაზე. აი, როგორ ამბობს კვლავ წმინდა იოანე სინელისგან ვიტყვი, რომ როგორც სხვა საკვებთან შედარებით, პურიო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხო მაინც ადამიანი ყველაფერს პურს ატანს. სხვა თუ არაფერი აქვს, პურს მაინც ჭამს, არა?
ესე სხვა ფიქრთან და ზრახვასთან შედარებით სიგრძეზე ფიქრი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ასევე ძველ აღთქმაში იყო ასეთი ბრძენი ზირაქი. არის ძველი აღთქმის 51 წიგნიდან ერთ-ერთი ისუ ზირაქის წიგნი, სიბრძნე ზირაქისა ასე ეწოდება. იქ ამბობს, რომ ყოველ შენს აღსასრულში, ყოველ შენს წოდში, საქმეში შენი აღსასრული გაიხსენეო და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. ახლა ცოდვაში ჩავარდები, თავისთავად ცხადია უცოდელი ვერ ვიქნებით, მაგრამ იმ საქმეში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რომ გაიხსენო, რომ ეგ ბოლოა და იმის მერე აღარაფერი აღარ იქნება. აი ვიღაცასთან მიდიხარ შური, უნდა იწიო, ვიღაცასთან რაღაცა უნდა მოპარო, უნდა მოატყუო, თუ რაღაც უწმინდური ცოდვა ჩაიდინო. და გაიხსენე, რომ ეგ ბოლოა, მაგის იქით აღარაფერი აღარ არის, აღარ სინანულია და არაფერი, მორჩა. აი ესა უნდა წარდგე ღვთის წინაშე. და ეს ფიქრები რას მოახდენს? მოახდენს იმას, რომ ცოდისაგან ჩვენ თავშეკავება შეგვემატება და თუ სასიკეთო საქმეზე მიდიხარ, იქ გულმოდგინება მოგემატება. იმიტომ რომ იცი, რომ აი ეს საქმე შეიძლება შენთვის მაცხონებელი აღმოჩნდეს. ახლა თქვენ წარმოედგინეთ, მოდი მარიამ შემოდი. ახლა თქვენ წარმოედგინეთ, აი დავუშვათ ორი ადამიანი, ერთი მიდიოდეს ხვის დასახმარებლად და მეორე მიდიოდეს დავუშვათ რაღაცა ცოდვის ჩასადენად და ორივე ამ გზაზე დავუშვათ ერთი მანქანით მიდიან, ორივე ერთ ქალაქში მიდიან და მოხდა ავარია, გარდაიცვალა ორივე. ორივე ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ხო, რა მოხდება? ერთი ვინც ხვის საშველად მიდიოდა, როგორ წარდგება ღვთის წინაშე და მეორე ვინც ერთით საბოროტოდ მიდიოდა, როგორ წარდგება. ხოდა ამიტომ აი ჩვენ როდესაც რაღაცა ცუდის ჩადენას ფიქრობთ, გავიხსენოთ, რომ ეხლა რომ ამ გზაზე გარდავიცვალოთ, აი უბრალოდ რეალურად რომ ჩვენ სამწუხაროდ ვერ უყურებთ ამ მოვლენებს რეალურად, ვერ აღვიქვამთ, თორე მართლა რომ იქ მოხდეს ჩვენი გარდაცვალება და მართლა რომ დავუშვათ ურწმუნოც ხო უნდა ფიქრობდეს, რომ ეგება მართლა არსებობს ის მარადიული სატანჯველი. აი მაგალითად ერთ-ერთ მოგზაურზე, პილიგრიმზე ამბობდნენ, რომელიც ეგვიპტეში იყო, ნილოსის პირას იყო და უნდოდა რომ ჩასულიყო და ებანაო და ეუბნეოდნენ, რომ იქ ნიანგებიაო და არ ჩახვიდება. ამას არ ჯეროდა და მაინც ჩავიდა. და როდესაც იმ ნიანგის ხახაში აღმოჩნდა, ახლა იმაზე მეტად ვინმე შეიძლებოდა რომ ეს დაეჯერებინა, რომ იქ ნიანგებია, მაგრამ რაღა აზრი ქონდა იმის დაჯერებას, იმის საშველი ხორციელი გაგებით აღარაფერი აღარ იყო, მორჩა. მაგრამ იმას ყველაზე მეტად ჯეროდა იმ მომენტში. სხვებს თუ შორიდან ყავდათ დანახული, იმას უკვე სხვაგვარი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, იმ რეალობას მასზე უკეთ ვერავინ ვერ გაიგებს. მაგრამ ის რომ დაგვიანებულია მერე ის სინანული, აი ეს არის ყველაზე მთავარი. ასევე წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, ესეც ჩვენ არაერთხელ, რადგან ახლა უბრალოდ ამ გარდაცვალებას შეეხოდა იმას. როდესაც დიდარი ხარო იფიქრეო, როგორ შეხვდებოდიო გაღარიბებას. აი როგორ გადაიტანდი ამ ყველაფერს, ყველაფერი რომ დაკარგო, აი როგორ შეხვდებოდი. იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ვერ გადაიტანს ამას. ზოგი ჯვარი წერია ყველას, მაგრამ თავს იკლავს, ვერ უძლებს. როდესაც პატივცემული ადამიანი ხარო, იფიქრეო, რომ უპატიობას როგორ გადაიტანო, რაღაც დიდ სიცხეში რომ ჩავარდენ. ზოგი ამის გამოც ძალიან ცუდ რამეს აკეთებს, ვერ უძლებს ამას. როდესაც ჯანმრთელი ხარ, იფიქრეო, როგორ შეხვდებოდი ავადმყოფობასო, მაგრამ ყველაზე მეტად სიკვდილზე იფიქრეო. იმიტომ რომ ეს უფრო რეალურია. შეიძლება რამდენი ყოფილა მდიდარი არ გაღარიბებულა და გარდაცვლა, ჯანმრთელი არ დასნეულებულა, პატივცემული ისე გარდაცვლა, რომ ბოლომდე პატივი მიუგიათ მისთვის. ანუ ეს ყველაფერი აცდათ მათ, მაგრამ გარდაცვალება რომ აცდეს, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ნუ ყველაზე მეტად ამაზე იფიქრებდა. ჩვენ ესე იგი ზაფხულია თუ ზამთარია თუ ვისვენებთ თუ შრომობთ თუ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვფიქრობდეთ, რომ
ეს ყველაფერი აისახება ზეცაში. ეს ტყუილად არ ჩაივლის. და არა მარტო იქ, არამედ ამ წუთის სოფელში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. არ არსებობს რაღაცა საქმე, რაღაცასაც შედეგი არ მოყვება. არ არსებობს რაიმე დამდგარი შედეგი, რომელსაც წინაპირობები არ ჰქონდა, მიზეზები არ ჰქონდა. ისე რომ შემთხვევითობა მორწმუნე ადამიანისთვის გამორიცხულია. შემთხვევით რაღაცა მოხდეს, ეს უბრალოდ ვამბობთ ხოლმე რაღაცა დაემთხვა, რაღაც შემთხვევით მოხდა. თორე შემთხვევით პრინციპულად ვერაფერი ვერ მოხდება. აქ ახლა რამდენიმე შეკითხვა იყო, მოდი ამ ერთად შევხედოთ. დღევანდელ სახარებაში ასეთი რამე ეწერა, მოდი ბარე ასე ვთქვათ, რომ ორი შვილი ჰყავდაო ერთ კაცო და ერთს უთხრა რომ წადიო და გააკეთეო ეს საქმეო და მან უთხრა რომ არაო არ მინდაო რომ გავაკეთო. ბოლოს შეინანაო და გააკეთა. და მეორე უთხრაო კიო გავაკეთებო და არ გააკეთა. რომელია ის ვინც გადარჩება? ეს ჩვენა ვართ ადამიანები. ჩვენ შეიძლება ვამბობთ რომ მორწმუნე ვართ, ღვთისმცნებას ვიმარხავთ, მაგრამ უფალი ეუბნება რომ ამიტომ მეძავები და მემრუშეებიო თქვენ წინ შეგასწრებენო სასუფეველში. ჩვენ შეიძლება ვამბობთ რომ მორწმუნე ვართ, მაგრამ მოვინათლეთ კიდეც, მაგრამ შეიძლება არ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. და სხვა ვინც თავიდანვე უარი თქვა, რომ არ გავაკეთებ, შეიძლება მან შეინანოს და ის პირველი შევიდეს სასუფეველში. ეს იმასაც გვაძლევს იმის ცოდნას, რომ არც არავინ არ უნდა განიკითხო. ჩვენ შეიძლება დღეს ტაძარში ვდგევართ, მაგრამ ხვალ სხვა იდგეს ჩვენზე წინ ღვთის წინაშე. ისე არ უნდა დაიმედოს თავი ადამიანმა იმით, რომ აი მე უკვე ტაძარში მოვედი. თუ მოვედით, ესეც ღმერთმა მოგიყვანა და ჩვენით რომელი მოვედით. და ვინ იტყვის, რომ მე ღმერთის გარეშე მოვედი, ღმერთმა არ მომიყვანა და მე თვითონ ვიბრძოლე და მოვედი. ერთ-ერთი ვერ იტყვის. მაგრამ ღმერთმა რომ მოგვიყვანა, ჩვენ თავარია არ გავიქცეთ. როგორ ამბობ ზიარების ლოცვაში. შენ მხადი და მე გევდი, შენ მომიხმო, მე გაგირბივარ და დავაკვირდე ჩვენ ცხოვრებას. განა არ გაურბიო ართ. უფალი ასეც გეუბნება, ჩვენ სხვაგვარად გვინდა რომ გავაკეთოთ. ჩვენი დაცემული ბუნება სხვაგვარად მოითხოვს, სხვა რამე სიამოვნებს. რამდენიმე შეკითხვაა და მოდი უპასუხებ. ჯვრისწერის სანთლები დაგვიძნა ისე რომ მხოლოდ ძაფებიღა დარჩა. უნებლიეთ დაგვემართა, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. შეიძლება. საერთოდ მე ვეუბნები ხოლმე რომ ჯვრისწერის სანთელი იქნება, ნათლობის სანთელი იქნება, ნებისმიერ ეს არ არის სუვენირები. რომ 100 წელი შეინახოს კაცმა. უნდა აანთოს და ილოცოს. იმიტომ დადნა რომ ეთყობა არ ლოცულობდნენ. ეგრე არ არის, ლოგიკურად ეგრე გამოვიდა. თუ ილოცებდნენ ისინი აანთებდნენ. მე მგონია რომ ძაფებიც არ უნდა დარჩენილიყო იქიდან. ერთიანად უნდა დამწვარი. იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს კიდევ გვაქვს ჩვენი ბავშვობის ნათლობის სანთლები დავავანთოთ და ვილოცოთ, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს სანთელი იმისთვისა რომ ილოცო. მერე ჯავრობს ზოგიერთი შვილების ნათლობის სანთლები აერია ერთმანეთში, არ აქვს მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ოჯახში ლოცვა არის თუ არ არის. ეს არის ყველაზე მთავარი. უკეთია შვილს ჯვარი თუ არ უკეთია. ვასწავლით ჩვენ შვილებს, ესე იგი, ქრისტეს გზაზე სიარულს თუ არ ვასწავლეთ. როდესაც ჯვარი დავიწერეთ, ჩვენ აი ამ ქორწინებით ღმერთს ვემსახურებით თუ არ ვემსახურებით. იმიტომ რომ ეს ქორწინება, ესე კი არ არის აი უბრალოდ რომ ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა და ერთად არის. ორი ძირითადი გზა არსებობს ღვთისკენ მიმავალ. ეს ერთი არის ქალწულება, მეორე არის ქორწინება. ორივე წმინდა, ორივე ღვთისგან არის ნაკურთხი. ვიღაცა შეუძლია მარტო მიაროს ამ გზაზე. მონაზნობის
არჩევით, ხო, მონასტერში იცხოვროს, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი. ვიღაცას ამისი ძალა არ შესწევს. ამიტომ თავის მეუღლესთან ერთად ცდილობს, რომ ამ გზაზე იაროს, ერთმანეთს შეეხიდონ, ერთად იწვალონ, ერთად იშრობონ და გაიარონ. როგორ არის ქორწინების საიდუმლოში რომ აღესრულება, ესე იგი, სამწრეს რომ შემოულიან სასულიერო პირი, რომელიც წინ მიუძღვის, ისევე ჩვენ ქრისტე უნდა მიგვიძღოდეს, ღვთისმცნება უნდა მიგვიძღოდეს, მას ვასრულებდეთ. პირველი შემოვლისას მღვდელი საზეიმო ლოცვას ამბობს, ისაია მხიარული ქალწულმა მუცლად იყო და ასე შემდეგ. მეორე შემოვლის დროს მოწამეთა ტროპარს ამბობს და მესამე შემოვლის დროს ღვთის სადიდებელს ამბობს. ეს ჩვენი ცხოვრების ეს არის შინაარსია რა, რომ ჩვენ როდესაც ოჯახდებით, თავიდან რა თქმა უნდა იმ სიხარულით ოჯახდებით, ხო, რაღაცა იქ მოგეწონება, შეგიყვარდება, ფიქრობ, რომ სიხარული და ბედნიერება იქნება. ეხლა 22-21 წლის გოგონა და ვაჟი, ესე იგი, თავიდანვე თუ იმ პრობლემებზე დაიწყებენ ფიქრს, რაც აღმოაჩინა 40 და 45 წლის ადამიანმა, შეიძლება თავი შეიკავონ და თქვა, რომ აღარ გვინდა ჩვენ ეგეთი ქორწინება. ამიტომაც თავიდან ის საზეიმოა, ასე იწყება, სიხარულით იწყება. მაგრამ შემდეგ გადიან იმ მოწამეობის გზას. მოწამეობა რა არის? მოწამეობა არის ის, რომ ერთმანეთისთვის იზრუნოს, საკუთარი გადადოს ერთმა მეორესთვის და სულაც ერთადაც გაიარონ ის მწუხარების, ის განსაცდელების და ის ეკლიანი გზა, რომელიც მაცხოვარი, რომელზეც ამბობს, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა არის ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. და აი ამ ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალ გზაზე ორივემ ერთად იაროს. და ის ოჯახი, რომელიც სიხარულით დაიწყო, რომელმაც გაიარა ეს მოწამეობის გზა, უნდა დაგვირგვინდეს მარადიული ღვთის დიდებით. ოჯახის და ქორწინების მნიშვნელობა ეს არის. იმიტომ რომ ის ორნი, სინამდვილეში ორნი კი აღარ არიან, არამედ საიდუმლოს მეშვეობით უკვე ერთნი არიან. ერთი ხორცია, ერთი სხეულია, ერთ ორგანიზმად აღიქმება ერთ ღვთის წინაშე. ხო და მთავარი ეს არის. მთავარი არ არის იქ სანთლები, მთავარი არ არის მით უმეტეს დღევანდელ პირობებში იქ ფოტოები და ამის რაღაცა. სამწუხარო არის ხოლმე, როდესაც მოდიან ადამიანები, იქ მშობელი იქნება, იქ ეხლა უკვე შვილებიც მოდიან ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად გვიანი წერენ ხოლმე ჯვარს და პატარძას ძირითადად შვილებიც ყავთ ხოლმე. ისა პირიქით უნდა იყოს. აქ ერთ-ერთი შეკითხვა ესეთიც არის, რომ შეიძლება თუ არა ერთი და იგივე დღეს მოხდეს შვილის ნათლობა და ჯვრის წერაო. შეიძლება, განა არ შეიძლება. მაგრამ რო დავფიქრდეთ, რეალურად ჯერ ჯვრის წერა უნდა მოხდეს და მერე უნდა მოიყვანოს შვილი და მონათლო. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცები დაგვიანდა და ამიტომაც ხდება ესე. თუმცა შეიძლება, განა არ შეიძლება ვერ დღეს მოხდეს. თუმცა არ შეიძლება, იცით რა შეიძლება? ერთ დღეს ადამიანი მოინათლოს და მანვე დაიწეროს ჯვარი. ეს არ შეიძლება. მაგრამ თუ შვილს მონათლავ და შენ ჯვარს დაიწერ, ეგ შეიძლება. როდესაც მამაკაცსა და ქალს შორის შორეული ნათესაური კავშირი, კონკრეტულად, როცა მათი ბაბუები იყვნენ ძმები. ეკლესიური თვალსაზრისით შესაძლებელია ჯვრის წერაო? ეხლა მე აქ უკან ჩამოვწერე, თქვენგან არ გამოჩნდება. არსებობს ნათესაური ხარისხები. მაგალითისთვის ვიტყვი. მე და ჩემი ძმა ერთმანეთისთვის ვართ მეორე ხარისხის ნათესავები. აი საერთო წინაპარი რო აიღო ხო ჩვენი მშობლები. და ესე ხაზები რომ ჩამოუშვო. მე და ჩემი ძმა დავშე. ის ხო ორი ხაზი ხო არსებობს, ესე იგი მეორე ნათესაური ხარისხია. მე და ჩემ მშობლებს შორის პირველი ნათესაობითი ხარისხი არსებობს. დავუშვათ ჩემ შვილსა და ჩემი ძმის შვილებს შორის მეოთხე ნათესაური ხარისხი. ხო ხდებით როგორც არის, რამდენი ხაზს გაუსვამ და იქ ბურთულას გააკეთებ ამდენ. მეშვიდე ნათესაური ხარისხამდე არ შეიძლება ჯვრის წერა. აი მერვე უკვე შეიძლება. და
ეს კონკრეტული შემთხვევა, რაზეც ეს ადამიანი კითხულობს, ეს უკვე მე-10,000 ხარისხი გამოდის. ანუ ჩემი პაპის პაპა და მისი პაპის პაპა თუ ძმები არიან, ეს მე-10,000 ხარისხი გამოდის და საეკლესიო წესით ნებადართულია. მაგრამ აქ არსებობს მეორე რაღაც, რაც უშუალოდ ჩვენ ქართველებს გვეხება. ჩვენ შეიძლება საეკლესიო წესით ნებადართული იყოს რაღაცა, მაგრამ ჩვენში ეს ნათესაური კავშირები იმდენად ძლიერია, მადლობა ღმერთს, რომ შეიძლება ამ ნათესაური კავშირის არსებობის გამოც, მხოლოდ ამის გამოც კი ადამიანებმა თავი შეიკავონ. თუმცა, თუ ეს ქორწინება მოხდება, ეს დაშვებული. მაგრამ საქართველოში ჩვენ ამ ნათესაურ კავშირებს უფრო დიდ პატივს ვცემთ, ვიდრე სხვაგან. ამიტომაც შეიძლება აქ ვიღაცამ თავი შეიკავოს. ეს შეკითხვა ვერ გავიგე მესამე სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც წავიკითხავ, იქნებ თქვენ უფრო გაიგოთ. არასასულიერო პირი, ანუ ერის ადამიანი. თუ ეტყვის სხვას თავის აღსარებას ცოდვაო? ანუ რას ნიშნავს? ხო და არა. მაგას კითხო, ცოდვაა თუ არა, მაგრამ მე იცი რა ვერ გავიგე. და სასულიერო პირი თუ ეტყვის სხვას თავის აღსარებას? არა ეს ვერ გავიგე. მე იცით ყოველ შემთხვევაში ხო და სასულიერო პირი უბრალოდ არასასულიერო პირი ეგ ვერ გავიგეთ. არა ეგ მივხვდი ახლა ხო, მაგრამ არა ცოდვა არ არის. ცოდვა არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, აი ნახეთ, მეორე მხრივ ცოტა საფრთხილოც არის და რა მხრივ. დაუშვათ მე თუ ერის ადამიანი ვარ და მაქვს რაღაცა ისეთი ცოდვა. დაუშვათ თუ ახლა სიტყვაზე ამბობ, ვიღაცას განვიკითხავ თუ ვიღაცის შემშულდა თუ სხვა ამგვარი, ამან შეიძლება არ ავნოს იმ ჩემს მეგობარს, ვისაც მე მინდა რომ გული გაუხსნა და უთხრა. მაგრამ დაუშვათ მე მაქვს რაღაცა ისეთი ცოდვა, რომლის შესახებაც მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს ცოდვა შეიძლება არსებობდეს. და მე თუ მას ვეტყვი, შეიძლება ეშმაკმა ეს ბრძოლა მის მიმართაც აწარმოოს და ისიც რაღაცა ცოდვაში ჩააგდოს. იმიტომ რომ შეიძლება მისი გონება არ არის ჯერ იქამდე მისული, რომ ამდენი დაიტიოს. და განასასულიერო პირი დაიტევდა, ვერცის ვერ დაიტევდა, მასზე რომ არ იყოს მადლი სულისაწმინდისა, ეს სამღვდელო მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? დაუშვათ აი ადამიანი, რომელიც თავისი მეგობრების, ოჯახის წევრების გასაჭირს ისმენს, აი არ ყოფილა რომ რაღაცა ძალიან დაუმძიმები ხართ. რაღაცა ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, სასულიერო პირი რამდენი ადამიანის ძირითადად გასაჭირს ისმენს. აქ ხო ძალიან იშვიათად მოდის ვიღაც რომ რაღაც სასიხარულო ამბავი შეემთხვა, ასე რაღაცა მოხდა, ასე კარგად არის. ძირითადად მოდის რომ სადღაც ვიღაცა გარდაცვალების პირას არის, ვიღაცას ოჯახი დაენგრა, ვიღაცა რაღაც უბედურ ცოდვაში ჩავარდა, ვიღაცა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, რაღაცა გაურკვევლობის შიშის თუ რაღაც. ხო და არ არის ეგ ადვილი და მაგას ადამიანი თავისი ძალებით ვერ გაუძლებდა, რომ არ იყოს ის სამღვდელო მადლი, რომელიც მას აძლევს ამის ძალას. ხო და ამიტომაც ჯობია რომ ის რაღაც რაც გაწუხებს, მიხვიდე და სასულიერო პირთან თქვა, იმ მოძღვართან, ვინც ღმერთმა დაგიდგია. ეგანა ეგრე არ არის, მაცხოვარი ხო ეუბნება მოციქულებს, რომ მე გაძლევთო სასუფეველის გასაღებსო. ვისაც თქვენ მიუტევებთო მიწაზეო, მიტევებული იქნება ზეცაშიც. ვისაც არ მიუტევებთ, არ იქნება მიტევებული და ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ვისაც ვეუბნებით, ის თუ არის შემძლებელი იმის დატევნისა, რასაც ვეუბნებით. როგორც გავიგე, ზოგიერთი მამაოს უთქვამს, რომ ეს დიაგნოზი აუტიზმზეა საუბარი, ვისაც აქვს ცოდვებში არიანო და ვეღარ გავარკვია. ეს შეკითხვა მეგონი ადრეც იყო,
მაინც ვერ გავიგე, რატომ ერჩისო ეპილეფსიანებს და აუტისტებს. ეს არ არის ცოდვა, ეს არის დაავადება. ადამიანს ახლა სურდო რო ხდება, ეს ცოდვა არის? ეს არის დაავადება. სხვა რა შეიძლება ვთქვათ. ეს არ არის ცოდვა და დანარჩენი ხა. ვიდა მაინტერესებს ლევან გოთუაშვილი, რელა რა საქმეში შეეძინა. ეს მე ნამდვილად არ ვიცი. სამწუხაროდ. თქვენ თუ იცით, მოდი მივახმაროთ ამ ადამიანს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი რა საქმეში შეეძინა. წერალი. კარგი, შენი დაცინო აღამინდა. სასაფლაოზე არის კარა და შიგნით სურათებია, გარდაცვლილების, რა შეიძლება უყოთ ამ სურათებს. კარა და ძელია ძალიან და სხვა რამ უნდა გაკეთდეს. და შეიძლება თქვენი წინაპრების სურათებია და რაც გინდათ ის უყავით. როგორც თქვენ ჩათვლის საჭიროთ, ისე მოიქცეთ, ისე გააკეთეთ. ისე მოუფრთხილდით. ამას წინათ აღმოვაჩინეთ, წლები გავიდა 5-6 წელი ალბათ. პაპაჩემის მამის სურათი. ისე გამეხარდა, აი რო გაიგებ, როგორია, ხო? ძალიან კარგი იქნება, ესე იგი, თითოეულმა ჩვენგანმა რომ ასეთი რამ გავაკეთოთ. მე ამას წინათ პაპას ვეკითხებოდი, პაპა მყავს ცოცხალი 94 წლისაა, დედაჩემის მამა და იგი მეკითხებოდი მშობლებზე, იმის მშობლებზე, ბევრი გაიხსენა სხვათა შორის და მე ეს ჩაწერილი მაქვს და უნდა ფურცელზე დავწერე, ხა მათ სურათებს თავისთავად ცხადია, მე ვერ მოვიპოვებ, როდინდელი ამბები მითხრა, ზოგი შეიძლება მე-19 საუკუნეშია გარდაცვლილი, მაგრამ კარგი იქნება, რომ თითოეულმა გააკეთოს რაღაცა ეს ალბომივით და გადასცეს თავის შვილს, მან თავის შვილს და ასე შემდეგ. ჯერ სულაც ძველი სურათები იყიდება შრალხიძე. ჩვენ გვაქვს პაპა-ბაბუს სურათები ჩიხტიკობით და შემოგვიფარეს ახლობელმა. ახაც გადავიდეთ. ჩემი ისი დაფუძნებს ეს სურათებს. შრალხიძე იყიდება ეგეთი სურათები. არა იცი. საჭიროა რომ კაცმა თავისი წარმომავლობა იცოდეს, საიდან არის მისი გვარი, ვინ იყვნენ წინაპრები და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ აშენებულში ვიყიდეთ ბინა. ჯერ რემონტი არ გაგვიკეთებია. და როდის შეიძლება კურთხევა, ეხლა თუ რომ მოვრჩებით მერე. მე ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ მე რას ვეუბნები, სახარებისეული სწავლება ეგეთია. ახლა მაგალითად, აი, როდესაც სახლის კურთხევა ხდება, იკითხება ის ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც მაცხვარი ზაქე მეზვერის სახლში შევა. თუმცა იქ არსად არ წერია ზაქე მეზვერის სახლი გარემონტებული ჰქონდა თუ არ ჰქონდა გარემონტებული, მაგრამ ერთი რამე კი წერია. მან თავისი გულის და გონების გარემონტება დაიწყო, რადგან ეს ტერმინი ამ ტერმინზე ასე ლაპარაკობს. ზაქე ნანობდა იმ ყველაფერს, რაც გააკეთა. ნანობდა. და ჩვენ თუ ნანობთ იმას, რაც გუშინ იყო და ვცდილობთ, რომ დღეიდან უფრო მეტად ღვთის ერთგულებით ვიცხოვროთ, მაშინ უკვე შეიძლება სახლის კურთხევა. ეს გასარემონტებელი იქნება თუ გარემონტებული, მიუხედავად ამ ყველაფრის. ეს არის აქ მთავარი. და თუ ჩვენ მხოლოდ კედლების სილამაზეზე ვაკეთებთ აქცენტს, ეგ არ არის მთავარი. მთავარი ადამიანის გულია. იქ ადამიანმა უნდა იცხოვროს და იმას იმიტომ აკურთხებ, რომ ქრისტიანის სახლი ნაკურთხი იყოს. თორემ თავისთავად კედლები არაფრის მომცემი არ არის. არამედ იქ არის ადამიანები. სინამდვილეში ეს არის ოჯახის კურთხევა, ოჯახის დალოცვა და არა სახლის დალოცვა. ოჯახი. და იქ თუ იქნება ოჯახის წევრებში ისეთივე განწყობა, როგორიც იყო ზაქე მეზვერის განწყობა, მაშინ ის ოჯახი დაილოცება. თუ არა და მოციქულებს ეუბნებოდა უფალი, რომელ სახლში შეხვალთო, თქვით მშვიდობა სახლსა ამას. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, ანუ მოდი ასე უფრო გასაგებად ვთქვა, თუ იქნება იქ ისეთი ადამიანი, რომელზედაც დაივანებს ეს მშვიდობა, იქ დარჩება ეს მშვიდობა, ანუ მადლი, კურთხევა, დალოცვა დარჩება.
თუ არ იქნება ესეთი ადამიანი, ანუ როგორი ადამიანი, ვინც არ ცდილობს ცხოვრების წესის შეცვალებას, ვინც არ ლოცულობდა და არც აპირებს, არ მარხულობდა და არც ახლა არ აპირებს, ვინც ვიღაცას უსამართლოდ ექცეოდა და კვლავ აპირებს ეგრე გააგრძელოს. თუ ესეთები იქნებიან, იქ არ დარჩება ის მშვიდობა და თქვენ რომ წამოხვალთ, თან გამოგყვებათ. ეს მშვიდობა იქ არ დარჩება. ამიტომ აი საფუძველი და საწყისი ოჯახის დალოცვის და კურთხევისა ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი თავისადმი, ღვთისადმი, ღვთისმცნებისადმი, როგორ ვცდილობთ რომ ეს შევცვალოთ თუ არ შევცვალოთ. აი ამაზეა დამოკიდებული. დანარჩენი ახლა პატრიარქმა თქვა რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ოჯახის კურთხევა და დალოცვა. თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ წმინდა მამათა ნათქვამით რომ ადამიანი რომ დავუშვათ სახლს ალაგებს, აი მანდილოსანი რომ სახლს ალაგებს და თან ლოცულობს, ამითი სახლი იკურთხება. ლოცვა მრავლდება, ეს ლოცვა აკურთხებს იმ სახლს. როდესაც საჭმელს აკეთებს და იქ ლოცულობს, ეს საჭმელი იწმინდება. მერე სხვა ვინც ამას მიირთმევს, იმაზეც მოქმედებს ეს. აი ესე უნდა გააკეთოს ადამიანი. რესტ ნიკოლას. Ωραία. Okay. Salomos o gitful, გადასული და მას იხსენია. შეიძლება რომ სხვა გადასული თქვენს. კი, რამდენიც გინდა იმდეს მაინც. და მას მიწეს. ბაბარა, მადლია. პირიქით, წმინდა პაისი ათონელი ნახეთ რა სამოს. ხო არის ხოლმე, რა ზოგჯერ ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ პანაშვიდი უნდა გადაიხადოს ადამიანმა, წირვა უნდა აღასრულოს და უნდა რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე გააკეთოს. აი რაღაცა ესე აქვს, რომ აი ფიქრობს, რომ თუ იმის გარდა სხვასაც მოიხსენებ, თითქოს იმას დააკლდებ. მაგრამ ეხლა ერთი სანთლიდან 1000-იც რო ანთო იმ პირას სხვა არაფერი არ დააკლდება და პირიქით ის სანთელი რო გახდება მიზეზი სხვების ანთებისა, ეს პირველისთვის უფრო მეტი მადლი იქნება. აი წმინდა პაისი ათონელი ასე ამბობს. ხომ ლოცულობ ბარემ და რატომ უნდა მიდიოდესო მატარებელი ერთი მგზავრითო. ანუ ამხელა წირვა უნდა აღასრულო, სალმონი წაიკითხო პანაშვიდი, ერთი მგზავრის გამო რატომ უნდა მიდი? ეგ ხო სადღაც ეგოიზმიც არის, ხო? იმ მატარებელში სხვას თუ ჩასვამ კიდე ისინიც ხო მადლს მიიღებენ და მიზეზი ის პირველი იქნება, ვის გამო წავიდა ეგ მატარებელი. აბარა, ყველასთვის მიცვალებული იქნება ცოცხალი. რამდენიც შეგიძლია და ოღონდ რამდენიც იცი რომ მართლაც მონათლული იყო, წესი აგებული ქონდა, რაღაცა თუ ილოცებ და თუ შეძლებ, თუმცა იქაც ზომიერება არის საჭირო. აი იმაზე მეტიც არ უნდა გააკეთო კაცმა, რომ მერე უკვე გიჭირს. აი მაგალითად წმინდა ღირსი იოანე ვალაამელი ასეთ რამეს ეუბნაოდა თავის სულიერ შვილს, რომ ლოცვითი კანონიო ისეთი შეარჩიეო, რომ არ გამძიმებდეს, მწუხარებით არ უნდა აღასრულებდე. აი შეიძლება ადამიანმა ჩამოწერა იმდენი სახელები, რომ იმ სახელების წაკითხვის გამო ლოცვა აღარ გინდოდეს, იმიტომ რომ იცი რომ თუ ილოცებ ისინი უეჭველად უნდა მოიხსენო და უკვე ლოცვაში გაბრკოლებს. ამიტომ იქაც რაღაცა ზომიერებაა საჭირო. კარგი, დავამთავრეთ. მადლობა უთხრათ ღმერთს.